მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს მთელი ეს სპექტაკლი, შოუ, პროპაგანდისტული, პოპულისტური შოუ, რომელიც დადგა ქართულმა ოცნებამ, რომელიც მოიცავდა რაღაც კომისიის შექმნას, სუსის გამოძიებას, თუნდაც ახლა ბიზნესის და სეგმენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს არის თავიდან ბოლომდე საპნის ბუშტის მსგავსი, რომელიც აუცილებლად გასკდება, იმიტომ რომ საფუძველშივე არის დაფუძნებული სიყალბეზე, სიცრუეზე, არანაირი ეკონომიკური გათვლა აქ არ არსებობს. დიახ, ქართული ოცნება არის საბჭოთა კავშირის იდეური მემკვიდრე, მაგრამ ქართული ეკონომიკა არ არის სოციალისტური ეკონომიკა. აქ ჯერ კიდევ მოქმედებს რაღაც თავისუფალი ბაზრის პრინციპი და ესეთი ტიპის შეხვედრები მე მაგონებს ლუკაშენკოს შეხვედრებს, როდესაც ის რაღაც ცალკეულ ბიზნესმენებს ესაუბრება ხოლმე და ასევე უწყებების წარმომადგენლებს და პირდაპირ იმპერატიული მითითებებით ცდილობს რაღაც ფასების რეგულირებას, ასევე პოპულისტური მიზნებისთვის. ხა იქ ბელარუსში რამდენად გამოდის, რამდენად არა, სხვა საკითხია, მაგრამ საქართველოში ეს ავლენს იმ სიმახინჯეს, გარემოსა და დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით. პრაქტიკულად ყველა სფერო, ყველა ბიზნესი არის ქართული ოცნების ან უშუალო წევრების, ან შემომწირველების, ან მათთან დაკავშირებული პირების კონტროლის ქვეშ. არ არსებობს რაიმე მსხვილი სეგმენტი, სადაც ქართულ ოცნებას თავისი საცეცები არ ჰქონდეს გადგმული. მე ხლა ამბობს კობახიძე, რომ სუპერმარკეტების რაოდენობა არისო, იმაში დამდაშავე და იმის ბრალია, რომ ფასები მაღალიაო, ხან ამბობს, რომ თავისუფალი ბიზნესის გამო რთული იქნება ამისი შესრულებაო. ის რომ სახელმწიფო სერვისების ღირებულება 100-200%-ით არის გაზრდილი ბოლო 2-3 წელიწადში, ჩვენაირი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგომ ქვეყანაში, რომ ქორწინების რეგისტრაცია 50%-ით გაზრდიდა სულ ახლა ხან, ხო, რამდენიმე დღის წინ. ეს რაზე არის დამოკიდებული? იქ არც ნედლეული გვაქვს, არც ლოგისტიკა გჭირდება, არც რაიმე სპეციალური გადასახადია მოსაკრებელი და არც რაღაცა სოფლიო ეკონომიკური ბაზრის ტენდენციები ახდენს ამ ფასების წარმოქმნაზე ზეგავლენას. თუ ნება არის ქართული ოცნების, რომ ადამიანებს ჯიბეზე დაეწყოთ ეს და შეუმსუბუქდეთ ყოფა, მაშინ აი აქ გასცენ პასუხი სახელმწიფო სერვისების სფეროში რა ხდება. ქვეყანაში რომელშიც არის ქართული ოცნების მმართველობა, იმ ქართული ოცნების, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს სწორედ ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა მათ შორის ხელისუფლებაში, ხო, ხედავთ, რომ ადამიანები ყოველთვიურად ვერ ახერხებენ თავისი სარჩოს განაწილებას, მედიკამენტების ყიდვას, სურსათის შეძენასა და კომუნალური გადასახადების გადახდას შორის. ისინი აღარიბებენ მოსახლეობას, რათა გახდნენ უფრო მეტად მოწყვლადები. თუ ეს ფასები და დიახ, რეალობაც ეს არის, რომ არის ასეთი მაღალი და ასე აწვება საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ არსებობს ამისი გადაჭრის პრაგმატული და რეალური გზები, როგორიც არის აქციზის გადასახადის შემცირება და მისი 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნება საწვავთან მიმართებაში, დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება, როგორც აპრობირებული მეთოდი არის იტალიაში და სხვა ქვეყანაში. გიორგი, ქონდა განმარტება, სხვათა შორის დეპუტატი წილოსანი საუბრობდა ამავე ხდომაზე, რომ დღეს გადასახადი ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებულიო, ის ისე მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება. დღეზე ვიცით, ხო, აი რაღაც ამ საკითხის გავლის ინტერესი მოჩანდა თითქოს ამ სტორმაზე. თითქოს ინფორმირებულია ოცნება და მოკლედ ამ საკითხს არ ვეხებით, ხო, რაღაც ამგვარი ტენდენცია იყო. ამაზე რა ეს მით უმეტეს არის პრობლემა, იმიტომ რომ სიტყვა და მით უმეტეს აბრევიატურა დღგ-ს ხსენება ეს კიდევ ცალკე პოპულიზმია, რაც ავლენს ან უვიცობას, ან გაცნობიერებულად ტყუილს, იმიტომ რომ ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, რომ დღგ-ს განაკვეთი უნდა შემცირდეს ზოგადად. რა თქმა უნდა, დამატებითი ღირებულების გადასახადი ერთ-ერთი მთავარი არტერია არის საქართველოს საგადასახადო სისტემაში და ქართულ ეკონომიკაში. აქ საუბარი არის იმაზე, რომ სურსათის ცალკეულ სახეობებზე, მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მათ იმპორტიორებზე და ასე შემდეგ იქნას დღგ
DGG-ს განაკვეთი შემცირებული და არაზოგადად დამატებითი ღირებულების გადასახადი. ისევე როგორც მოგების გადასახადი. აქ გეგმა არსებობს, კონკრეტული გადაწყვეტის საშუალებები არსებობს, რომელზეც ჩვენი პარტია ლელო ძლიერი საქართველოს საუბრობდა, მაგრამ აქ ამისი ნება არ არის. არავის არ უთქვამს, რომ DGG 18%-იანი უნდა გაუქმდეს როგორც ასეთი. მაგრამ ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის ნება არ აქვს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური შოუ, მათი დიდი პროპაგანდისტული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი. გასაგებია, გიორგი, ერთი კითხვა მინდა ასევე დაგისვათ, ცოტა რამდენიმე თემაზე, ცოტა კომპლექსური საკითხებია. ეს არის ის სურათი, რომელსაც ჩვენ თვალს უკვე ყოველდღიურად ვადევრებთ. ხო, იგივე გუშინდელი სურათი, რაც იყო ეს პოლიტიკური ლიდერების ერთი პროცესით გასამართლება და მტკიცებულებების ძიებაში მყოფი პროკურატურა ასევე გზები, რომელსაც აი ამ მთელ ამ პროცესში მიმართავს ქართული ოცნება, ახალი რეპრესიული კანონები და აღიარების მტკივნეული საკითხი ქართული ოცნებისთვის, ხომ? აი კანონის ძალით რაღაც მოთხოვნილი აღიარება და ოცნების ნაბიჯების საგარეო ველზე. აი ამ კონტექსტში როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ და რა არის თქვენი პოლიტიკური შეფასება აი ამ სურათის გათვალისწინებით, რასაც ხედავთ ჩვენ იგივე სამხრეთ კავკასიაში, ვენსის ვიზიტთან და შედეგებთან დაკავშირებით კონკრეტულად და იყო დღეს კითხვა ხელისუფლებისადმი თქვათ ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას ხო არ ემსახურებოდა იგივე მდინარაძის ვიზიტი ამერიკაში, ხო? აი ჯამში დიდ სურათში რომ შევხედოთ, რეალურად ეხა რა ვითარებაა და რა ტიპის ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნება მთელ სამ პროცესში? თქვენ ძალიან სწორად დააჯგუფეთ რამდენიმე მსხვილი, ერთი შეხედვით თითქოს დამოუკიდებელი თემა, მაგრამ სწორი ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში არის. თქვენგან განსხვავებით საერთოდ წარმოუდგენლად, სამართლებრივად წარმოუდგენლად, ყოველგვარი პრინციპისა და საფუძვლის გარეშე დააჯგუფა ივანიშვილის პროკურატურამ და სასამართლომ პოლიტიკური ლიდერების საქმეები, იმიტომ რომ მათ არანაირი კავშირი რეალურად ერთმანეთთან არ აქვს, მით უმეტეს, როდესაც რამდენიმეს სრულიად განსხვავებული ბრალი აქვს წარდგენილი და შერაცხული, სრულ აბსურდს უყურებდით გუშინ. თავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იკვეთებოდა და ადვილად იკითხებოდა, რომ სურდათ ესე საჩვენებლად ყველა პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათი უმრავლესობა ერთ განსასჯელთა სკამზე ერთ დარბაზში წარმოეჩინათ, ესეც მათივე პროპაგანდისტული მიზნებისთვის, თუმცა იმდენად მყიფე არის ეს ფორმალური საფუძვლების, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძეს, რომ ზდებენ ბრალს საბოტაჟში და მოწმის ჩვენება რო აქვს მათივე სამართალდამცველის, რომ მართალია ბადრი ჯაფარიძე არაფერს იძახდა, მაგრამ საპროტესტო აქციაზე ჟესტებით მიანიშნებდა და ეს აღიქმებოდა ძალადობის განკარგულების გაცემადო, ეს იმდენად სასაცილო და აბსურდული რამ არის, რომ ქართული ოცნების ყველაზე მეტად დახშული სივრცის მქონე და დიაპაზონის მქონე საინფორმაციო დიაპაზონს გულისხმობ ამორჩევლისთვისაც ალბათ არ იქნება დამაჯერებელი და სასაცილოა. ისეთი აბსურდული ბრალები აქვს ამ ადამიანებს წარდგენილი, რომელიც რა თქმა უნდა ამტკიცებს ქართული ოცნების როგორც ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსსა და რეპუტაციას, მაგრამ აზიანებს საქართველოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ჩვენი პარტნიორების თვალში. მათ შორის ნიკა გვარამია, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ხვალ დატოვებს სწორედ საპატიმროს, მას ხვალ ეწურება ზუსტად 8 თვიანი პატიმრობის ვადა. დიახ. ხო, დიახ, ისევე როგორც ისიც ასეთი აბსურდული ბრალდებით იყო დაკავებული, როგორც ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე და ისინი, ვინც არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ კომისიაზე და მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციონერი ლიდერი რომ იყოს გარეთ. თუმცა ის რაც ხდება, ხო, და თქვენ რაც ახსენეთ, მათ შორის ეს რეპრესიული კანონმდებლობა, გრანტების კანონმდებლობა, ის რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, რომ ასეთ კატასტროფულ ნიშნულზე, ამაზე რა თქმა უნდა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაქცია, აქვთ ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების დონეზეც, ევროკომისია საუბრობს ამაზე საუბრობენ ცხადია ყველანი ცალკეული ხელისუფლებები, ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები, ამაზე ისაუბრებს ჰელსინკის კომისია და კარგია და სასიხარულო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს
არსებობს ასეთი უწყება, რომელიც საქართველოს საკითხებით არის დაკავებული და საქართველოს საკითხები ახლა არის ის კატასტროფული ვითარება, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გვაქვს, როდესაც ცდილობენ დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიული სივრცის სრულად გაქრობას, პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, თავისუფალი მედიის თქვენს შეზღუდვას, არასამთავრობო სექტორის პრაქტიკულად გაქრობას და ხელფეხის შეკვრას. ამაზე, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია ექნება ჰელსინკის კომისიაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს მოძმე და მეგობარ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამერიკის მეორე პირის ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის ვიზიტი, ხო? ცოტა ხნის წინ ალბათ ეს არავის წარმოედგინა, რომ სომხეთში ჩავიდო და ამერიკის მეორე უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს საერთოდ გვერდს აუვლიდნენ. ამის დადასტურება არის პრეზიდენტ ალიევის განცხადება დავოსის ფორუმზე, როდესაც მან თქვა, რომ ის ტვირთები, სატრანზიტო ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც გადიოდა სამომავლოდ უკვე სომხეთის ტერიტორიაზე გავა, ეს ორი მტრობაში 10 წლეულების მტრობაში მყოფი სახელმწიფო დაზავდა ისევ ამერიკის და დონალდ ტრამპის პერსონალური ძალისხმევით, რომლის ასეთი დიდი იმედიც ჰქონდა სხვათა შორის ქართულ ოცნებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ორმა ქვეყანამ მოახერხა თავისი ინტერესების ოპტიმალური დაცვა, ტრიფის, ეგრეთ წოდებული ტრიფის შეთანხმება გაფორმდა სომხეთსა და ამერიკას შორის, რომელიც უზრუნველყოფს ნახიჩევანის ავტონომიასა და აზერბაიჯანის დარჩენილ ტერიტორიას შორის დერეფნის გავლას, რომელსაც ეკონომიკური უპირატესობები და სარგებელი აქვს სომხეთისთვის და ამავდროულად არის უსაფრთხოების გარანტია, რომლის გარანტია უშუალოდ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს რა თქმა უნდა სიხარულს იწვევს ვინაიდან ჩვენი მეგობარი ქვეყნები არის სომხეთიც და აზერბაიჯანიც, მაგრამ საქართველოსთვის აქვს სამწუხაროდ სავალალო შედეგი, ერთადერთი ფუნქცია რჩება ქვეყანას, რომ იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს შორის, რაც სურს, რა თქმა უნდა, რუსეთს ამ ჰიბრიდული ომის პროდუქტია და ქართულმა ოცნებამ თავისი კოლაბორაციონისტული მოღალატეობრივი პოლიტიკით მიაღწია სწორედ ამას. ბუფერული ზონა ეს რუსების სურვილია. გიორგი, როგორ ფიქრობთ, აი აქ თქვათ ვითარება არის ხო გარკვეულწილად ბუნდოვანი და ესე შეიძლება დარჩეს, აი, როდესაც ესე მაღლა წევს თამასას ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან და აქ ძელვადიან გეგმებზე ლაპარაკობს, ხოლო ჩვენთან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში ვითარება, ხო? აი, თქვენი პროგნოზი მიდის იქითკენ, რომ რაღაც სიცხადე უნდა შევიდეს ამ პროცესში, იმიტომ რომ თქვათ ეხლა სომხეთს და აზერბაიჯანზე ამყარებდა იმედს და რაღაც კითხვის ნიშნის შემცველი პროცესი მიმდინარეობდეს, თქვათ არასანდო პროცესი მეზობელ ქვეყანაში, ეს ცოტა ეჭვს იწვევს გარკვეულწილად, ხომ? აი, გაქვთ რაღაც სხვა ტიპის პროცესის მოლოდინი, რომ უფრო მეტად ნათელი გახდება სურათი, როგორ შეიძლება პროცესი გაგრძელდეს? დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იმ მდგომარეობაში განსაკუთრებით, რომელშიც იმყოფება ჩვენი რეგიონი საერთოდ, ხო? სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ირანის, უკრაინის და აგრეთვე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს რომ ჰყოლოდა ახლა ეროვნული და პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ გამოეძებნა არხები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, მოქმედ ადმინისტრაციასთან გადაედგა ქმედითი ნაბიჯები რეინტეგრაციისათვის მათივე ბრალეულობით. დღეს რომ ყავს ჩვენ არალეგიტიმური რეჟიმი გაუქმებული სტრატეგიული პარტნიორობა, ისევ რომ რამენაირად უკუქცეული ყოფილიყო. ამისთვის ელემენტარული ნაბიჯებია გადასადგმელი, პირველ რიგში პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული დრაკონული კანონმდებლობის უკანწაღება, მისი აღსრულების შეჩერება. ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ პაპუაშვილისაგან, რომ ყველა თავისი ეპსტაინის კუნძულს მიხედოსო. ხო, ანუ ასეთი დამცინავი შეურაცხყოფელი ეპითეტები, ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება და ანტიდასავლური განწყობების წახალისება, რა თქმა უნდა, შეუძლებელს ხდის ამ რეჟიმის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. მხოლოდ რეჟიმის ცვლილების შემდეგ იქნება ეს შესაძლებელი და ასე მოხდება აუცილებლად.